საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ პიროვნებას, რომელმაც 6 წლის ასაკში ისწავლა სალამურზე დაკვრა. 7 წლისამ კი საკმაოდ წარმატებით შეასრულა თუშური მელოდიები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. თქვენს წინაშეა ცნობილი ხელოვანის ომარ კელაპტრიშვილის ვაჟი ოჯახურ გარემოში. ცნობილ ხელოვანს ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ მუსიკოს ომარ კელაპტრიშვილს წელს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახურ ტრადიციებს მისი დანატოვრები აგრძელებენ. ომარ კელაპტრიშვილს ყავს მეუღლე და შვილი, ომარიკო კელაპტრიშვილი, რომელიც დიდი ომარის შემოქმედებით გზის აქტიური გამგრძელებელია. ომარ კელაპტრიშვილი 25 წლისაა, 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. როგორც ის იხსენებს, მამასთან საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან ასწავლა 6 წლის ასაკში სალამურზე დაკვრაც. 7 წლისამ კი საკმაოდ კარგად შეასრულა თუშური მელოდიები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ძალიან რაღაც ესეთი ლაღი ბედნიერი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხანმოკლე იყო მაინც ჩემი ბავშვობა. იმიტომ რომ მამა ჩემი ადრე გარდაიცვალა. და იმის მერე მართლაც 14 წლის ვიყავი, მამა რო გარდამეცვალა და იმის მერე უკვე მართლაც ეს გულნადგელი რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში და იმის მერე მართლა ის სიხარული და ის ბედნიერება აღარ მქონია, როგორც ჰქონდა მანამდე. რა ვიცი, ძალიან ისეთი კაი ურთიერთობა ჰქონდა მე და მამა-ჩემს, როგორც არა მარტო როგორც მამა-შვილი, აი როგორც მეგობრები, ისე ვიჭექით ვლაპარაკობდით ხოლმე ის. მართლა დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა ის. უთქვიათ, ერთად მამა-ჩემის მეგობრებსაც და მართლა ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთს შორის. რა ვიცი. ძალიან კაი რა ისე. დააკვრა მამა-ჩემი მასწავლა სახში, როდესაც მეცადინეობდა. ყოველთვის დავყვებოდი კუჩი და ისე უსმენდი, ძალიან სიამოვნებდა. და რა შემატყო, რომ მართლაც მოწადინებული ვიყავი. თავიდან მომიტანა პატარა სალამური შედარებით უფრო ნაკლები. შეიძლება. ნაკლები ჰაერი, რომელსაც ჭირდებოდა, რომ თავიდან ბავშვისთვის დამწყებისთვის ის ნორმალური იყო და დამაწყებინა სწავლა. 6 წლის ვიყავი ალბათ, როცა დავიწყე სალამურზე დაკვრა. და ერთი წელში უკვე 7 წლის ვიყავი, როდესაც გამოვედი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბავშვთა დაცვის დღე იყო და დიდი ღონისძიება ტარდებოდა, გამოაცხადეს, რომ ეხლა თუშურ მელოდიებს შეასრულებს ომარ კელაპტრიშვილი. ხალხი ტაში შეეგება, მამა-ჩემს ელოდნენ და გამოვედი ამ დროს სცენაზე მე ხალხმა სიცილი დაიწყო. ყველა მაგიქო, რომ შვილი ვიყავი. სხვათა შორის მართლა კარგად დავუკარი, მამა-ჩემს მომიწონა მერე. და აქედან უკვე დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, გზა ხელოვნებაში იქიდან წამოვიდა. ამჟამად რა საქმიანობთ, აი ძირითადად რომელ ანსამბლებში ვიყავთ? ამჟამად ვარ ანსამბლ კელაპტარის მთავარი დირიჟორი. ვარ ანსამბლ რუსთავში. მამა-ჩემის გარდაცვალებიდანვე გამოფორმეს მამა-ჩემის ადგილას, მაშინ პატარა ვიყავ, მაგრამ მაინც. და ასე ვაგრძელებ მამა-ჩემის დანატოვრის საქმეს. ომარ კელაპტრიშვილი ბავშვობიდანვე მამის სიკვდილის შემდეგ გააფორმეს ანსამბლ რუსთავში. არის ანსამბლ კელაპტარის ხელმძღვანელიც, აგრეთვე დააარსა ფოლკლორული ანსამბლი ბიჭები. იგი ყველანაირად ცდილობს მამის დაწყებული საქმის წარმატებით გაგრძელებას. ომარიკო კელაპტრიშვილის შემოქმედებით მოღვაწეობას ოჯახურ მოვალეობასთან კარგად უთავსებს. ოჯახი მისთვის განტვირთვის საშუალებაა. მან ტრადიციების დაცვით მოიყვანა ცოლი, თუმცა სასიმამრო მას მკაცრი გაფრთხილებაც მისცა. ჩემი მეუღლე გავიცანი, როგორ ეხა ჩვენი ოჯახი და თამუნას ოჯახი, ჩემი მეუღლის ოჯახი ერთ კორპუსში ცხოვრობთ. აქედან მეზობლობდით, ახლობლობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მამა-ჩემს და ბატონგურამს. აქედან ვიცნობდით, მე და თამუნა ერთ კლასშიც ვსწავლობდით, რაღაც გარკვეული პერიოდი. მერე წავიდნენ ესენი რუსეთში. ხო და ახალი ჩამოსულები იყვნენ და დედაჩემმა მითხრა, რომ თამუნა არისო ჩამოსულიო, უпроსტად გურამის ოჯახია ჩამოსულიო და ადიო ნახეო. ახლო ურთიერთობა რო ქონდა. და მე წავედი. და აი აქედან უკვე დაიწყო ჩემი და თამუნას სიმპათია. პირველივე შეხვედრიდანვე რაღაც გზნობა გამოჩნდა. თამუნას მიმართ და ეს აბსოლუტურად არ გამომჟღავნებია. ეს მშობლების ინიციატივის საფუძველი თქვენი არა, გამოდიოდა. არა, აბსოლუტურად არა. ეს უკვე ჩვენი ურთიერთობიდან მოხდა ყველაფერი. დედაჩემს უთხარ უკვე სერიოზულად რო გადავწყვეტე.
მე თამუნა მიყვარს მეთქი, მე და თამუნას გვიყვარს ერთმანეთი და შენ არაფერი არ თქვა აბსოლუტურად. მე თვითონ დავალაპარაკე ბატონ გურავს, მე თვითონ დავალაპარაკე ქალბატონ რუსიკოს და ჩვენ გადავწყვეტავთ მეთქი. და ჩემსაც ისეთი ურთიერთობა გქონდა, ვითომ არაფერი არ იცოდა. ხო? ნუ უთხარი. ხო, უთხარი ქალბატონ რუსიკოს მე ბატონ გურამთანაც ვიყავი. ციხის აღყოფაში იყო მესეჯი, იქ შევედით ველაპარაკე. ისე ერთი კი მითხრა, მაშინ იმიტომ რომ ძალიან რაღაც ისეთი ბრალდებები ქონდა მიღებული, რომ ესეთი ჩვენი სიახლოვით ახლა სიმამ მიპირებ რომ სიმამრი გავხდება. წინააღმდეგობა ხო არ შეგექნება და პრობლემები. სიყვარული გაიმარჯვა, ხო? მეთქი არ აქვს მეთქი მაგას ჩემთვის მნიშვნელობა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ერთი კიდევ იმათა ისე რომ საერთოდ ხელოვანებსო რამოდენიმე ცოლი ყავთ უყვართ გამოცვალ. მე ვთქარი არა. ესეთი რამე არ მოხდება ჩვენ მართლა კი წმინდა გრძნობა ეს რაღაც. ჯეჯო პირველად ასრულებ. რა თქმა უნდა შევასრულებ. კარგი, თუ ეხმარებით მეუღლეს საოჯახო საქმეებში. საოჯახო საქმეებში ვეხმარებ ბავშვების მოვაში. ეს ძალიან მიყვარს და სიამოვნებს მართლაც რომ მოდივარ სამსახურიდან და აღრლილი მიუხედავად ამისა მიყვარს ბავშვების დაძინება. რა ძალიან სიამოვნებს და უფრო განტვირთვა ხდებოდა ეს მართლა რაც ვისვენებ მორალურადაც ისე ფიზიკურადაც. და ეს ბავშვებთან ურთიერთობაში რომ თამას რაღაც საქმეებია გასაკეთებელი ბავშვებს ერთად თამაშობთ ხოლმე. ერთად თამაშობთ ერთობით. სამზარეულოში არ შედიხართ, არ ფუსფუსეთ რამეს არ აკეთებთ. არა, სამზარეულოში არა, მაგრამ ერთი მომენტია რომ სახლში რო სადილს აკეთებენ თამნა რომ აკეთებს ხოლმე სადილს ყოველთვის აბსოლუტურად რაც არ უნდა გააკეთო, უნდა გამოსინჯოს მე. მე ვარ შეფასება. და ეს მოყოლებით. თუ გააკეთებენ მეუღლესთვის რამე სიურპრიზი. სიურპრიზი? სიურპრიზი კი. გამიგეთება. რა ვიცი, ისე ბევრი სიურპრიზები შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ბევრი გაკეთებული, მაგრამ ერთ-ერთი იყო მოვდივარ სახლში გვიან ეს იყო სიყვარულის დღე იყო, ვალენტინობა იყო. ხო და ისეთი გადაღლილი ვიყავი, რომ ეს დღე ნამდვილად გამოჩა. და რო დაურეკე რომ მოთხარ ის სახლში მოვდივარ მეთქი, სათხარ ამდენ ხანს რატო არ მოხვედი დღეს ესეთი დღე იყო და მაშინ გამახსენდა რა. ისე ხო არ შეიძლებოდა ესე მისვლა და მოვატრიალე მანქანა. წავედი ვიყიდე ყვავილები და მოვედი სახლში, კარებს ზარი დაურეკე და კარებს მიღებენ, კითხულობ შენ ვინ ხარ, როგორც ხდება ყოველთვის დევანდელ პერიოდში. ხო და ხმას არ ვიგებ უბრალოდ ყვავილები მიჭირავს და არ ჩერდა. ხო და გაიგო ეს ხო უბრალოდ მართლა ძალიან გავხარდა. ჩემი დანაშაული გამოვისყიდე ამით. თამუნა აფსანძე 25 წლისაა, ძალიან უყვარს მეუღლე და მას დადებით პიროვნებად მიიჩნევს. თუმცა არც მისი უარყოფითი თვისებები ავიწყდება. თამუნა ჩვენთან საუბრისას გულახდილად გვიამბობს მეუღლეზე. ომარს თურმე ძალიან უყვარს მის მიერ მომზადებული სადილები. ეხმარება მას ოჯახურ საქმიანობაში, რომელიც ბავშვების დაძინებითა და გასეირნებით გამოიხატება. ესეთი ძალიან ბევრი თვისება აქვს, უარყოფითი, ძალიან პრინციპულია, ჯიუტი. ეს ხო ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა დიდი ომარის მიმართ, თვითონ ომარი კომერე ჩემი კლასელი იყო და ოჯახებით ურთიერთობდით და რაც ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა. ძალიან გვიხარებოდა რომ ჩვენ სახლში ესეთი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა და რა ვიცი. კურიოზი ვერ ვიხსენებ. როგორ თავისუფალ დროს თავისუფალ დროს მეგობრებთან დავდივართ. ძალიან გვიყვარს ჯოკერის თამაში, ბილიარდის თამაში და რა ვიცი ეს. რა წვლები უყვარს თქვენს მეუღლეს? ძალიან უყვარს ხაჭაპური, შემწვარი ქათამი, გოჭინა, კაი საჭმელები გამრავლი. თქვენ მომზადებული საქმე? კი, ჩემ მომზადებული უყვარს ძალიან. თქვენ მეუღლე მიცის რა სიურპრიზების გქონდა? კი, იცის. ბევრი სიურპრიზები გაქვს. რა გაიხსენებთ იცი? ერთ ახალი წლის საღამოს ოჯახში სტუმრები ყავდა აქ და ჩემი ძმა და ომარი გავიდნენ და სად მოდიხართ ხა პირველი რიცხვია ყველა ოჯახში უნდა იყოს ხო თან სტუმრები ყავს საქმე გვაქვს და ცოტა ხანში მოვიდნენ და ყველას ვარდების თავი მოგვიტანეს და გაბახარეთ.
ჩვენ საშუალება მოგვეცა ომარ კელაპტრიშვილის დედასაც გავსაუბრებოდით. იგი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრი აღმოჩნდა. ქალბატონმა ციმიმ გაიხსენა დიდი ომარი. თავის შულს იგი დადებითად ახასიათებს, თუმცა მის ზიზარმაცესაც არ მალავს. როგორც გაირკვა, მის ვარშს ეხერხება გაფუჭებული ელექტრონივთების შეკეთება და უყვარს დედისათვის სიურპრიზების გაკეთებას. ქალბატონ ციმის ძალიან უყვარს ქართლი, მის მოსახლეობას მშობლიურად მიიჩნევს. შესახებ და მის დადებით უარყოფით ვისებებზე. როგორც მშობელს თავისი შვილი ყოველთვის უნდა ყველაზე უკეთესი და ყველაზე კარგი იყოს. ნუ რა შემიძლია ვთქვა ახლა, დადებითი ბიჭია, ძალიან დადებითი პიროვნება. უყვარს თავის ხელოვნება, თავის საყვარელი საქმე, მაგრამ მე უფრო მეცთხო. რაღაცა ეს პატარა ზარმაცობა იცის. როგორც მშობელი ამას არ უარყოფ, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი ბიჭია. ძალიან კარგი შვილია, კარგი მეუღლეა, კარგი მამა. ესე იგი, ბევრი თავისი მამის კარგი თვისებები აქვს. აი, იმდენ რამეში პოულობს საერთოს, რომ ეხლა 14 წლის იყო, რომ დაიღუპა ომარი, პატარა ბავშვი იყო და ეხლა უკვე კაცი 25 წლის და ჩემს გვერდით რომ ტრიალებს და დაუშვათ რაღაცას ერთმანეთთან მსჯელობთ, საუბრობთ, ხო, ძალიან ბევრ რაღაცაში გავს მამას თავისი ხასიათებით. და ომარი ხო, ნუ შეუდარებელი იყო იმაზე, არ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ რამე ნაკლი ქონდა არასოდეს ის სხვანაირი კაცი იყო. ფაქტობრივად თქვენი მეუღლე საკმაოდ დაკავებული პიროვნება იყო და ომარიკოს მისი გზის გამგზავრებელია ფაქტობრივად ძალიან დაკავებული. აი, ოჯახურ საქმიანობაში თუ გეხმარებათ, თუნდაც მეუღლეს. ძალიან მეხმარება და ეხერხება. აი, საოჯახო საქმეები მამამის არ ეხერხებოდა. ამას რა უნდა დამჭირდეს მე სახლში ელექტრონივთების შეკეთება თუ რაღაცა ისეთი ყველაფერში ესე ბავშვებთან ძალიან უყვარს თავის შვილები, რაზე ელაპარაკი, ძალიან კარგი მამა და თვითონ დიდი ომარიც იყო არაჩვეულებრივი მამა. უსურებ ყველაფერს კარგს უსურებ აი მატერიალური მხარე რომ ჩავდივარ სოფელში იმდენად უჭეს მოსახლეობას რომ გული მიკვდება და უსურებ რომ აი ეს გამოკეთებული იყოს მდგომარეობა და მართლა ისეთი ლაღი მენახოს ეს ჩვენი ხალხი როგორიც აი იყო რამდენიმე წლების უკან და ყველაფერს სიკეთეს უსურებ და ბედნიერებას. ომარ კელაპტრიშვილს და თამუნა აფსანდეს ორი ქალიშვილი ჰყავთ, სალომე და მარი. სალომე 3 წლისაა, მარი კი 10 თვის. ისინი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ცხოვრობენ, იმ ბინაში, რომელიც მუსიკოსმა ომარ კელაპტრიშვილმა შეიძინა. აქვეა განთავსებული ხელოვანი სახლ-მუზეუმით. საოჯახო და საყოფა ცხოვრება ნივთები აქ ყველაფერი ომარ კელაპტრიშვილის შენაძენია. ომარიკო კელაპტრიშვილს შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩაფიქრებული აქვს ბევრი სამუშაო. უნდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაკვრა. სურს აგრეთვე მამამისი სოფელში კათვისხევში მისი სახელობის სახლ-მუზეუმის მოწყობა გახსნას. თუ როგორ მოახერხებს ამ გეგმების განხორციელებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. აი ასეთი იყო ერთი დღე კელაპტრიშვილების ოჯახში. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში და წარმოგიდგენთ ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს. მე რა თქმა უნდა საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.